ერთ მაგალითს მოყვები უბრალოდ რას აკეთებს ეროვნული ბანკი და მე საგულგონი რომ აფერისტები არიან და მძარცველები მალე დასჯადი გახდება ასე შეფასება ამიტომ ვესტები შეიძლება გავაკეთო ეს სანამ ამას დასჯადი არ იქნება ესე იგი წინა წელს 25 წლის ანგარიში ხო იყო წინა წელს ეროვნულ ბანკმა იყიდა რეზერვები დოლარი რეზერვებისთვის ამისთვის რეზერვებს რო ყიდულობს ეროვნული ბანკი სანაცვლოდ ბეჭდავს ლარს ანუ რო წარმოიდგინოთ ქაღალდს კი არ ბეჭდავს აი თქვენ რო აპლიკაცია გა საბანკო აპლიკაცია იმას აქვს უფლება უბრალოდ ამდენ ნოლის კიდე მიაწეროს ასეთი აპლიკაცია რო გქონდეთ რა რამსაც კიდე ჩაწერთ კი მილიონს ჩაწერთ კი მილიარდს ჩაწერთ ასეთი უფლება აქვს ეროვნულ ბანკს კანონით მინიჭებული ამიტომ სანაცვლოდ 6 მილიარდი ლარი დაბეჭდა ანუ 6 მილიარდი შექმნა თვითონ თქვა რომ იმჭირდებაო დოლარი უნდა ვიყიდო ვიღაცას გონია რომ რეზერვები რო გაიფსო ეს კარგია მაგრამ იცი რა მოხდა ეს რო არ გაეკეთებინა ეროვნულ ბანკს დოლარი იქნებოდა ბევრად უფრო იაფი ანუ 2 და 4, 2 და 3, 2 და 2. ეს რას ნიშნავს რომ რაც ჩვენ ყიდულობთ ტანსაცმელი, iPhone-ი, მანქანა, ყველაფერი გაიაფთებოდა. ნიშნულად გაიაფთებოდა. მთელი უცხოეთ რაც შემოდის, ყველაფერი იქნებოდა ბევრად უფრო იაფი ჩვენთვის. მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობდა. სანაცვლოდ 6 მილიარდი ლარი რო დაიბეჭდა. ეს ფულის მასა ხო გავიდა, ფასები გაიზარდა და ისაც ადგილობრივი პროდუქცია, ისიც გაძვირდა, იმიტომ რომ თვითონ ლარი გაუფასურდა. ხო და ამიტომ ასე საბუთებს მთელი ქვეყანა დაიბეგრა და ის რა ქვია მიზეზი ამის იყო რომ საბოლოო ჯამში მაგალითად რო შეხედოთ იგივე კომერციული ბანკების მოგებას ერთ-ერთი მთავარი წყაროა სავალუტო ოპერაციები აი ეს ტიპის ოპერაციები რომელიც საბოლოო ჯამში ბანკებს და ცალკეულ ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მოგებას უზდის ეს არის რაც ეროვნულ ბანკმა გააკეთა და ყველა სასაცილო იცით რა არის პარლამენტი უწესებს არის რეგულატორი და მაკონტროლებელი ეროვნული ბანკის და პარლამენტმა დაავალდებულა ეროვნული ბანკი ყოველ წელს ასე აკეთებს რომ თავარი ინსტრუმენტიო რეფინანსირების სესხი უნდა იყოს. არ აქვს შეიძლება შენ მაყურებელ იცის თუ რა საუბარი, მაგრამ სიამოვნებაში თავარი ინსტრუმენტი იყო 6 მილიარდი რო დაბეჭდა არის სავალუტო ოპერაციები. ეროვნულ ბანკმა თვითონ დაარღვია პარლამენტის დადგენილება. პარლამენტში ერთი ადამიანი არ მოიძებნა, ვინც იცის საერთოდ რა დაწერეს წინა წელს. და რომ უბრალოდ ეთქვა რომ შენ თუ თქვი რომ რეფინანსირების სესხი უნდა გამოიყენო და თავარი ინსტრუმენტი რეფინანსირების სესხით 1 მილიარდი დაბეჭდეს დაახლოებით და იქეთ 6 ხო და როცა ამბობ რომ 6 მილიარდი დაბეჭდა და ეს არის შენი თავარი ინსტრუმენტი ანუ პარლამენტმა ისიც კი არის რასაც თვითონ აკეთებს მაგრამ აი წარმოგიდგენთ რომ რაც გააკეთა თურდავალ წინა წელს ეს ვარ გაეკეთებინა ყველა მთელი ქვეყნისთვის ცხოვრება იქნებოდა ბევრად უფრო იაფი მაგრამ აი ეს არის პრობლემა და იმედია ოდესმე გავაგებინებ ხალხს და მიხვდება რომ ეროვნული ბანკი თავარი პრობლემაა ეკონომიკური ჩვენ ქვეყანაში